როგორ ეხმარები კოუჩინგის პროცესით სპორტსმენებს აღმოაჩინონ საკუთარ თავში ნამდვილი ჩემპიონი? ჩემპიონი არის მებრძოლი. თავარი ბრძოლის ველი არის ჩვენს კანონაში. ემოციებთან როგორ მუშაობ? ყველაზე დიდი ტკივილი არის ის, რომ ჩვენ ხშირად ვერც კი ვხვდებით, რომ ჩვენს ცხოვრებას ჩვენ არ ვცხოვრობთ. თავიდან განვიხილავთ, რომ რისთვის იბრძვია. ყველაზე დიდი განცი ინახება იმ გამოქვაბულში, სადაც ყველაზე მეტად გეშინია ჩასვლის. ადამიანებს, რომლებსაც ამ წუთში არ სჯერათ საკუთარი თავის და ჯერ ის ნაბიჯი არ გადაუდგიათ. პირველ რიგში ტაძარი უნდა იყოს ჩვენი ფიქრები. რაზე ფიქრობ, რას უსურვებ სხვას. რაში შეგიძლია დაეხმარო ადამიანს. შენ თუ გინდა იყო გამარჯვებული, სხვას უნდა დაეხმარო. მოგესალმებით ტრანსფორმაციის ზონაში მარიკა ხალიანთან ერთად. სივრცეში, სადაც ტრანსფორმაცია იწყება კითხვით, როგორ გავხდე საკუთარი თავის ის ვერსია, რომელიც ჩემს შიგნით უკვე არსებობს. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ გამარჯვებაზე, ჩემპიონობაზე, მაგრამ არა მედლებზე და ჯილდოებზე, არამედ შინაგან ჩემპიონობაზე, მდგომარეობაზე, როცა იღებ საკუთარ თავს, იღებ პასუხისმგებლობას და აკეთებ არჩევანს წინსვლაზე. დღეს ჩემი სტუმარია კოუჩი, ფსიქოლოგი, უზნაძის მაღალშედეგიანობის ფსიქოლოგიის ინსტიტუტის პრეზიდენტი ანა არველაძე. ანა, მოგესალმები. მოგესალმები, მარიკა. დღეს ჩვენ ვსაუბრობთ, როგორ ეხმარები კოუჩინგის პროცესით სპორტსმენებს აღმოაჩინონ საკუთარ თავში ნამდვილი ჩემპიონი. და პირველი კითხვა, ანა, რა არის შენთვის სიტყვა ჩემპიონი? ჩემპიონი ნამდვილად ნიშნავს გამარჯვებულს. მებრძოლს უბრალოდ. ჩემპიონი არის მებრძოლი. და ყოველთვის ვამბობ ჩემს სპორტსმენებსაც ვეუბნები ხშირად, რომ თავარი ბრძოლის ველი არის ჩვენს გონებაში. და საკმარისია ვიბრძოლოთ დაუნანებლად და თავგანწირულად. სწორედ ის ბრძოლა, რომელიც გვაქვს უპირველესად მოსაგები და შენ წინვალედ ახსენე შესავალ სიტყვაში, რომ ადამიანი უნდა გამოვიდეს გარეთ უკვე ის ვერსია, რაც მისი საუკეთესო ვერსია, რაც შიგნით უკვე არსებობს და ჩემპიონობა ზუსტად ამას ნიშნავს ჩემთვის. შეუჩერებლად თავგანწირულ ბრძოლას. ანა, როგორ ფიქრობ, საკუთარ თავთან ჩემპიონობა უფრო რთულია თუ გარე მიზნების მიღწევა? ალბათ საკუთარ თავთან ჩემპიონობა, იმიტომ რომ ჩვენ ყველას გვაქვს სხვადასხვა მანკიერება და საძლევი. ეს მანკიერება შეიძლება იყოს ოჯახური სისტემა, რომელმაც ადამიანს დააჯერა, რომ ყველაფერი არის სირცხვილი. ეს მანკიერება შესაძლოა იყოს ძლიერი სამაგიეროს გადახდის სურვილი. ეს მანკიერება შესაძლოა იყოს საკუთარი უპირატესობის დემონსტრება. ჩვენ არ ვიბრძვით იმიტომ, რომ გავიმარჯვოთ. ჩვენ ვიბრძვით იმიტომ, რომ დავამარცხოთ მანკიერებები და სხვათა შორის არაჩვეულებრივად აქვთ ბერძნებს ნათქვამი, რომ გამარჯვებული არის ღმერთის რჩეული. მე თუ მახსოვს ის ღმერთი მარადიულად ჩემშიც და ჩემს გარეთაც, გაცილებით მეტი შანსი მაქვს, რომ ჩემმა ბრძოლამ სწრაფი შედეგი დადოს. შედეგს უცილობლად და აუცილებლად მოიტანს ძალისხმევა, უბრალოდ ღმერთთან ერთად როცა იბრძვი, შენ ასწრებ დაინახო შედეგი. ამ შინაგანი გამარჯვებების ურიცხვი რაოდენობა შეგიძლია რომ დაინახო. რა საინტერესოა. რა განსხვავებაა შიდა და გარე ბრძოლას შორის? ხშირად ჩვენ კონვერტაციას ვაკეთებთ. ბოლომდე ვერ ვამჟღავნებთ, როგორი ვართ შიგნით, იმიტომ რომ გვაქვს განპირობება შიშებით და უნდა გადავრჩეთ. ეს გადარჩენის ინსტინქტი ხშირად არ გვრთავს, შეიძლება ისე იცხოვროს ადამიანმა, რომ წამითაც არ მისცეს საკუთარ თავს, ნება იყოს ის, ვინც სინამდვილეში არის. ეს შიშები და აღიარების მოთხოვნილება, რომ მუდმივად გინდა, რომ იყო შესაბამისი მოთხოვნილებებთან, რაც გარემომ და სოციუმმა წაგიყენა. და ეს ძალიან დიდი ბრძოლა, გიჭირს დართო საკუთარ თავს ნება, რომ იცხოვრო შენი ცხოვრება ისეთმა, როგორიც ხარ. და შიგნით საერთოდ სხვა პროცესები ხდება და გარეთ ჩვენ ისე ყველაზე რთული რა არის ამ პროცესში, ვერც კი ვაცნობიერებთ. რომ მე არ ვიქცევ ისე, როგორც სინამდვილეში ვარ. მეორე საკითხია ფილოსოფიური და ეგზისტენციალური საკითხი, რომ ვინ ვარ სინამდვილეში, ხო? ჩვენ ესეც არ ვიცით და შეიძლება მთელი ცხოვრება ისე გავლიოთ, რომ ამას ვერც მივხვდეთ, იმიტომ რომ ობიექტურ რეალობამდე ვერ მივიდეთ, მაგრამ
ყველაზე დიდი ტკივილი არის ის, რომ ჩვენ ხშირად ვერც კი ვხვდებით, რომ ჩვენს ცხოვრებას ჩვენ არ ვცხოვრობთ. სწორედ ეგ არის, რომ რამხელა რესურსები აქვს ადამიანს შიგნიდან, რამდენი რამის გაკეთების საშუალება აქვს და ჩვენ შიგნით ცხოვრობს რეალურად ის ჩემპიონი და არსებობს უკვე და ჩვენ თავად ვართ ის ადამიანები, რომელიც ამ შეზღუდვებს ვუწესებთ იმ ჩემპიონს, რომელიც ჩვენ შიგნით ცხოვრობს და იმ რეალურ ვერსიას, რომელსაც ყველაფერი შეუძლია, რომელსაც ულევი შესაძლებლობები აქვს, უსაზღვრო შესაძლებლობები აქვს და ჩვენ უბრალოდ ჩვენ თავად ვქმნით ამ ბარიერებს. ვერავინ ვერ იქნება, შიგნით არსებობს მხოლოდ მტერი, ჩვენ გვეჩვენება ხოლმე და ეს პასუხისგებლობა გადმოგვა გარეთ და გონია, რომ ვიღაცა რაღაცას ქმნის გარემოებები, სიტუაციები, ადამიანები და ასე შემდეგ და ვეძებთ ხოლმე ხშირად გარეთ ამ დამნაშავეს და რეალურად არის ის, რომ ჩვენ თავად ვუქმნით ამ წინააღმდეგობებს საკუთარ თავს, სწორედ იმ შეზღუდვებით, რომელიც შენ ახსენე. და როგორ მუშაობ ამ პროცესზე სპორტსმენებთან? რამდენიმე მნიშვნელოვანი ეტაპია. პირველი ეტაპია აღმოვაჩინოთ რისთვის იბრძვის. რაში სჭირდება გამარჯვება. რაზე სჭირდება გამარჯვება და ამ გამარჯვებისათვის რის გასაღებად არის მზად, რის დასათმობად არის მზად. მეორე ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი ვპოულობთ დანაშაულის განცდას. რა არის ის, რაც საკუთარ თავს ვერ აპატია? იმიტომ რომ თუ ერთის მხრივ ვამბობთ, რომ გამარჯვებული არის ღმერთის რჩეული, მისი შინაგანი სინდისის და ღმერთის ხმიდან გამომდინარე არის საკითხები, რის გამოც შესაძლოა მან არ დართოს საკუთარ თავს გამარჯვების უფლება, იმიტომ რომ ჩათვალოს, რომ არ იმსახურებს. და უნდა ვიპოვოთ, რის გამო თვლის თავად, რომ არ იმსახურებს. სასჯელს ღმერთი არ აწესებს. ჩვენ ვაწესებთ და ვუწესებთ საკუთარ თავს იმ სიმძიმის სასჯელს, რა სიმძიმითაც აღვიქვით ჩვენი ესა თუ ის გადაწყვეტილება ან ნაბიჯი. შესაბამისად მეორე საკითხი არის უბრალოდ ეს, რომ მოვახდინოთ იდენტიფიცირება დამნაშავის და დანაშაულის განცდის. მესამე ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი არის რას ხპირდები სამყაროს და საკუთარ თავს გამარჯვების შემდეგ. მყავდა არაჩვეულებრივი ადამიანი და მყავს ერთ-ერთი ყველაზე ექსტრემალი სპორტსმენი, ვისაც ოდესმე შევხვედრი ვარ, იმიტომ რომ არის მსოფლიო ჩემპიონი მოტო რეისინგში, მოტო რალში. ახლა გადაჭდა ფორმულა 1-ის ხომალდზე, რომელიც წყალზე მაქსიმალური სიჩქარით მოძრაობს და გამომდინარე იქიდან, რომ ძალიან უყვარს რისკი. ვერ წარმომიდგენია და არ ვიცნობ მასსავით რისკის მოყვარულ ადამიანს, რამდენიმე კვირის წინ სესიაზე ესეთი რამ ვკითხე. თუ შეძლებ რომ მომცე პირობა რომ ჩემპიონობის შემდეგ შენ შეწყვეტ, ასაკშიც არის უკვე ისეთი ასაკი აქვს, რომ შეუძლია შეწყვიტოს თამამად სპორტის ამ სახეობას და დამშვიდდები. თუ შეუძლია რომ მომცეს პირობა და ჯერ კიდევ არ გასულა ის დრო, რა დროშის პასუხი უნდა დააბრუნოს. იმიტომ რომ ამ გამარჯვებამ ის უნდა დააკმაყოფილოს, რადგან ებრძვის სიკვდილს. იმდენად სარისკოა ის სპორტის სახეობები, სადაც დღემდე ცდის საკუთარ თავს. მე ხა ცოტა მინდა გავცდო ცოტა კოუჩინგის ვერსიასაც და როგორ ფიქრობ ეს რისკის მიმართ ესეთი მძაფრი მოთხოვნილება, რომლითაც პირდაპირ სიკვდილს თვალებში უყურებს ადამიანი რისგან არის გამოწვეული? ძალიან საინტერესო ნატიფი შრეები გვაქვს ფსიქიკაში და ხშირად ეხა კონკრეტულ მის მაგალითს არ მოვყვები, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი რა არის. ყველა იმ ადამიანზე, ვიზეც ვისაუბრებ, ან მის სახელს და გვარს ვახსენებ, მაქვს აღებული ნებართვა ამ თემის გაშღერების, ან თუ სახელი და გვარი არ ვახსენე და ისევ ყვების სიტუაციას, ამ შემთხვევაში მაქვს სიტუაციის ყველაზე აღებული ნებართვა. და საინტერესო რა არის, ამ შემთხვევაში მის პირად გამოცდილებაზე არ ვსაუბრობ, არის შემთხვევები, როდესაც ადამიანი არის რიგით მეორე ემბრიონი. და მანამდე ან იყო შეწყვეტილი ორსულობა, ან იყო აბორტი. და როდესაც ადამიანი იბადება, მას შემდეგ ვისაც არ მისცეს დაბადების უფლება, მას აქვს სურვილი, მკაფიო და გადაჭარბებული სურვილი დაამტკიცოს, რომ ის იმსახურებდა დაბადებას.
და არის ხოლმე შემთხვევა, რომ ამის და მიუხედავად, როდესაც ხდება მსგავსი ტიპის ოჯახურ სისტემაში ტრავმა, ამ შემთხვევაში ხდება ხოლმე, რომ ადამიანი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ წავიდეს იქ, სადაც წავიდა მისი დედმამიშვილი. ანუ ეს არის არაცნობიერი პროგრამები. და წარმოიდგინე ამ სიღრმეში, როცა შეგიძლია სპორტის ფსიქოლოგიის ჭრილში ჩახვიდე. ანუ შენ ხომ მიდიხარ სპორტის ფსიქოლოგთან იმისათვის, რომ გაიმარჯვო. და შენ რო აღმოჩნდები პირისპირ იმ ოჯახური სისტემების ან საგვარეულო და ტრანსგენერაციული ტრავმების წინაშე და გეძლევა შესაძლებლობა ეს დაამუშავო და პარალელურად შეძლო შენი ყველა რესურსის დადება რინგზე ისე, რომ იყოს უსაფრთხო და უდანაკარგო. ეს არის ალბათ აი ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ადამიანმა შეიძლება გააკეთოს. იმ წერტილამდე მიიყვანო. ძალიან საინტერესოა. სხვათა შორის მეც მქონია გამოცდილება სპორტსმენებთან მუშაობის და ესეთი кейსიც იყო, როდესაც ადამიანი ამბობს, რომ ძალიან კარგ შედეგებს დებს ვარჯიშის დროს, მაგრამ როდესაც უკვე სათამაშო მოედანზე გადის რეალური შეჯიბრის დროს, მაგ დროს კარგავს ძალას. და საინტერესო მუშაობის პროცესი იყო და ჩვენ შემთხვევაში გავიარეთ კოუჩინგი ჩემთვის არის ცნობიერების აქტი. ცნობიერების აქტი, როდესაც ადამიანი პირდაპირ ფსიქოლოგიურ სკანირებას აკეთებს თავის თავში, საიდან იწყება ტრიგერი. როდის არის თავისუფლების განცდა, მერე რა იწვევს პირველ ტრიგერს. ეს ტრიგერი როგორ აკეთებს ემოციებზე მოქმედებას. ეს ემოციები როგორ მოქმედებს ქცევაზე, მერე ქცევა რა შედეგს იძლევა და შესაბამისად, როდესაც ადამიანმა ამ ციკლში ჩაიხედა თავისი ქცევის ციკლში, მიხვდა, რომ თავისივე ბრაზი იმდენად ანადგურებდა, თავისი თავის სწორედ ის შენ რაც ახსენე, დანაშაულის შეგრძნება, რომელიც მერე ბრაზს იწვევს და ეს ბრაზი იწყებს თვითგანადგურების პროგრამის ჩართვას, რომ გააცნობიერა თავიდან ბოლომდე ის ხაზი, საიდან დაიწყო მთავარი გაღიზიანების მომენტი, რამ გამოიწვია ეს შედეგი და მთავარი დაინახა ის, რომ თვითონ როგორ დაუდო კვანტი საკუთარ თავს. ადამიანები ამ მოედანზე საკუთარ თავს კვანტს უდებენ სწორედ და საკუთარი თავის წაქცევას აკეთებენ და ეს როდესაც გააცნობიერა და დაინახა, რას უკეთებს საკუთარ თავს თვითონ, მერე დაიწყო ამაზე დეტალურად მუშაობა, საკუთარ თავზე დაკვირვება და ფაქტიურად ცნობიერების აქტში და საკუთარ თავთან დიალოგში, როდესაც შედის ადამიანი და საკუთარი თავის მოსმენას რო იწყებს, ძალიან ბევრ ინფორმაციას იძლევა თავად საკუთარი თავი. მაგრამ აქ მთავარი პრობლემა არის ის, რომ ჩვენ გავურბივართ ჩვენ შიშებს, ხო? გავურბივართ ზურგს ვაქცევთ და გახლეჩილი ყავს ჩვენი თავი ორ ნაწილად და რამდენიმე ნაწილად და როცა აქ იწყებს ადამიანი ცნობიერების აქტში შესვლას და საკუთარ თავთან, საკუთარ შიშებთან, საკუთარ ბრასთან, ემოციებთან შემოტრიალებას და მათთან დიალოგში შესვლას, თავიდან ჭირს ამისი მიღება, მაგრამ მერე ხდება ნელ-ნელა ამ ყველაფერთან დამეგობრება და ხდება გამთლიანება. ერთიანი ძალები უკვე იწვევს იმ სუპერ ძალებს, რომლითაც ადამიანი თავის თავში აღმოჩენას აკეთებს, რომ მე თუ გავერთიანდი, მე ყველაფერი შემიძლია. ზუსტად. როგორია ეს შენ შემთხვევაში, როგორ მუშაობ შიშებთან მიმართებაში? საინტერესო საკითხია, ჩემი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ავტორი ჯოზეფ კემპბელი ამბობს, რომ ყველაზე დიდი განძი ინახება იმ გამოქვაბულში, სადაც ყველაზე მეტად გეშინია ჩასვლის. და ზუსტად ამ ნარატივით ვიწყებთ შიშებთან შეხედვას. თვალებში ჩავხედოთ უნდა შიშს. ხშირად ყველაზე დიდი შიში არის ვინმეს არ გავუცრუო იმედი. და საკუთარ თავს რო უცრუებთ იმედს, ამაზე ნაკლებად ვფიქრობთ. ამ შიშებთან დამეგობრებაა ძალიან მნიშვნელოვანი. თუმცა გმირის მოგზაურობის თვალსაზრისით აქ არის ძალიან საინტერესო საკითხი. სპორტში გენიალურად ვიყენებ გმირის მოგზაურობის დილტსის ვერსიას, რომელიც არის ერთ-ერთი გენიალური მეთოდოლოგია კოუჩინგის. და საინტერესო რა არის
გმირის მოგზაურობის დასაწყისში ეს შიში მაგალითად თუ ჩვენი ურჩხული არის შიში არის უზარმაზარი. როდესაც შენ აკრები მძალას, რომელიც ძალითაც ეს ურჩხული უნდა დაამარცხო და მიდიხარ პირისპირ მასთან შესახვედრად, ამ ძალის აღების მომენტში თანდათან მისი ზომა იკლებს. და შესაძლოა ურჩხულის გვერდით რო აღმოჩნდე, მიხვდე რომ ის გიგანტიდან იქცა პატარა ჭიანჭველად. და საოცრად საინტერესოა გმირის მოგზაურობის ნარატივი, რომ მიუხედავად იმისა, რომ შიში დაპატარავდა, ის უნდა მოკლა. და შემდეგ ბრუნდები უკვე უწყების შვილის გზას გაივლიდა, ბრუნდები იმ წიაღში, საიდანაც მოძრაობა დაიწყე. მეორე ვერსია არსებობს, რომ შიშს უნდა დაუმეგობრდე. მე ვფიქრობ, რომ შიში უნდა მიიღო. ჯერ უნდა მიიღო. იმიტომ რომ მიღებით ის იმდენად მუშავდება, უნდა აღიარო, რომ გაქვს ეს შიში. შესაძლოა ადამიანმა აღიაროს, რომ მე მაქვს მარცხის შიში, მე მაქვს წარმატების შიში. მე მაქვს შიში არ ვიყო ოჯახის რომელიმე წევრზე უფრო წარმატებული. ესეც შიშია. ესეც გასააზრებელია. შესაძლოა იყოს შიში, რომ ადამიანს არაცნობიერად ერიდებოდეს გახდეს ჩემპიონი, იმიტომ რომ მამას ჰქონდა ბევრი მცდელობა და ის ვერ გახდა წარმატებული აქტიურ სპორტში, პროფესიულ სპორტში. ან პირიქით იყოს, მამა იყოს იმდენად წარმატებული, რომ ხვდებოდეს, რომ დიდი თამასა დაუდო მამამ და შვილმა თავიდანვე დაყარა ფარხმალი, ხო? კი, ან პირიქით, შვილთა ის კატეგორია, რომელიც არის ეგრეთ წოდებული მითოლოგიური ნარატივიდან, მამის მკვლელი შვილი, ის ყველაფერს გააკეთებს, რომ დაუმტკიცოს მათ შორის ჩემპიონ მამას მისი უპირატესობა. უბრალოდ ეს გასააზრებელი აქვს. რისთვის აკეთებს ამას? და თუ აი მოტივი არის ვინმეზე უპირატესობის განცდა, განწირულია სპორტსმენი. იმიტომ რომ ის ღმერთის ხმა და სინდისის ხმა მასში ამაში ხელს არ შეუწყობს, არ დაეხმარება, დააზიანებს. და როგორი ტიტულიც არ უნდა მოიპოვოს, დანაკარგი იქნება ძალიან დიდი. ფასს სხვა რამეში გადაიხდის, ტიტული რომ მოიპოვოს. და აი ღმერთის გზით სვლა არის ყველაზე სწორი გზა. თუმცა შიშს უნდა შევხედოთ, შიში უნდა ვაღიაროთ და შესაძლოა მხოლოდ აღიარება იყოს საკმარისი შიშის დასამარცხებლად. მეტი არაფერი დაგჭირდეს. მხოლოდ აღიარო და ეს აღიარება არ მიიღო იმად, რომ ეს არის ადამიანის სისუსტე, არა. ადამიანს აქვს უფლება ეშინოდეს. ნება უნდა დართოს საკუთარ თავს, აღიაროს შიში. შენ თქვი ასეთი რამ, რომ თავიდან განვიხილავთო რისთვის იბრძვიო და რა ვერსიები არის ხოლმე ზოგადად აქ, რისთვის იბრძვიან ხოლმე სხვა სპორტის წარმომადგენლები. ძირითადად იბრძვიან ძალაუფლებისთვის. ადამიანი იბრძვის ძალაუფლებისთვის და რატომ? მას არაცნობიერად გონია ძალაუფლება მას მეტ უსაფრთხოებას მოუტანს. ჩვენი მთავარი მოთხოვნილება არის უსაფრთხოება. შესაძლოა ადამიანმა იბრძოლოს ძალაუფლებისთვის ისე რომ თვითონ ეს არ იცოდეს. აღიარებისთვის შეიძლება. აღიარება ფუნდამენტური მოთხოვნილებაა, რომ მას ყველას გვჭირდება აღიარება. უბრალოდ ამ ბოლო დროს ვაკვირდები, რომ ძირითადი ბრძოლა გაუცნობიერებელი ბრძოლა. მაინც არის უსაფრთხოებისთვის. ვიღაცას ჰგონია, რომ უსაფრთხოებას მოიტანს ფინანსური ნაკადი, ვიღაცას ჰგონია, რომ უსაფრთხოებას მოიტანს ძალაუფლება და სანაცნობო გავლენების გაფართოება. ვიღაცას ჰგონია, რომ უსაფრთხოებას მოიტანს ძალის დემონსტრირება. ძალიან რთული საკითხია, ცხადია ჩვენ არაცნობიერზე ვსაუბრობთ. მე რომ სპორტსმენი ვიყო ახლა და ვინმე მითხრას, რომ შენ იბრძვი ძალაუფლებისთვის, არ დავუჯერებ. იმიტომ რომ ჩემი მოტივი სხვა არის, არ მაქვს გაცნობიერებული, რომ ეს ბრძოლა ძალაუფლებისთვის ბრძოლა. მაგრამ აქვე უნდა ვაღიარო, ქედს ვიხრი სპორტსმენების წინაშე. ქედს ვიხრი, იმდენად სიღრმისეულად შეუძლიათ პროცესში წამომკვნენ. მე ამის მოლოდინი არ მქონდა, უნდა ვაღიარო. ისეთ შრეებზე ჩავდივართ და ისეთი დაუვიწყარია თითოეული მოგზაურობა თერაპიულ და კოუჩინგურ პროცესში. რომ პირადად ჩემთვის ეს იყო ყოველგვარ მოლოდინს მიღმა. და საოცარია მათი დისციპლინა და თავის ტვინის იმ უბნების განვითარება, რასაც ეს დისციპლინა ბადებს, არის ერთი დიდი სიამოვნება, რომ შედეგი შეგიძლია იხილო იმაზე სწრაფად, ვიდრე წარმოგიდგენია. და ნუ არაჩვეულებრივი ადამიანები არიან. და ყველა მშობელს მინდა აი მართლა ქედი მოვიხარო მშობლების წინაშე და მოკრძალებით უდიდესი პატივისცემით უთხრა, რომ ყველაფერი გადადონ,
ოღონდ შვილები შეიყვანონ სპორტის ბავშვისთვის სასურველ სახეობაზე. ყველაფერი გადადოს უნდა მშობელმა და მეორე საკითხი სპორტი და მუსიკა. ამით თავის ტვინში ისეთ უბნებს ვანვითარებთ ბავშვებში, რომელ უბნებსაც ვერც ერთი სხვა აქტივობა ამ ფორმით ვერ განავითარებს. და ანა, მეორე თქვი, რის დასათმობად არის მზადო და ზოგადად რისთვის არიან ხოლმე ამ დროს მზად, რის დათმობად? ვერ წარმოუდგენიათ, რომ შესაძლოა მოუწიოთ ადამიანების დაკარგვა გამარჯვების შემთხვევაში. მახსოვს, როდესაც დავიწყე ლექტორობა, ერთ-ერთი პირველი საგანი, რასაც გითხულობდი, ეს იყო ლიდერობა. და ლიდერობაში არის ესეთი საოცარი საკითხი, რომ როდესაც ხდები ლიდერი, უნდა იყოს მზად ინტერპერსონალური სტრესისთვის. ზუსტად ეს მომენტია, გამარჯვებამ შეიძლება ძალიან ბევრი ადამიანი დააკარგვინოს. ეს მენტალურად უნდა იყოს მზად ამ დანაკარგისთვის, თუმცა ისიც ასაღიარებელია, რომ შეუძლებელია შენ განვითარების იმ ეტაპზე, რა ეტაპზეც ხარ, დაკარგო ადამიანი, გულისხმობ ასაკვირველი არა ადამიანის გარდაცვალებას და ასეთ დანაკარგს არა ურთიერთობას. შენ შეიძლება შეუძლებელია დაკარგო ის ადამიანი, რომელიც შენი განვითარებისათვის იმ ეტაპზე უნდა ყოფილიყო შენს გვერდით. შეუძლებელია. და შესაბამისად ერთ-ერთი რაც შეიძლება იყოს დანაკარგი, ეს არის ადამიანური ურთიერთობა. უმეტესწილად ყველაზე დიდი დანაკარგი ეს არის. და ასევე შესაძლოა კრიტიკა. კრიტიკა და დაუსრულებელი განსჯა, იმიტომ რომ გამარჯვება არ არის ბრბოს ფილოსოფიასა და ფსიქოლოგიაში მარადიული მცნება. მაცხოვარი ბზებით შეეგებნენ იერუსალიმში და სამ დღეში იგივე ხალხმა ჯვარსაცო. შესაბამისად, აქ არ უნდა იყოს გამარჯვების მოთხოვნილება, იმიტომ რომ ვინმე გაღიაროს და ქედი მოიხაროს შენს წინაშე. წამიერია. ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ზუსტად იმ ხალხმა გააკრა მაცხოვარი ჯვარს, ვინც ზარზე იმით და უდიდესი დღესასწაულით შეეგება მის შებრძანებას იერუსალიმში. ანა, საინტერესო არის კიდევ მარცხთან გამკლავება, როგორ ხდება სპორტსმენების მიერ, მაგ დროს რომ არ დაკარგონ ძალა და რას ეუბნება ეს მარცხი საკუთარ თავზე ამ ადამიანებს. მარცხთან გამკლავება არის ყველაზე დიდი ძალის მოკრების შესაძლებლობა. მარცხი თავად არის ის, რომ ესე იგი შენ უნდა ჩამოჯდე, შეისვენო, გაანალიზო და შემდეგ უკვე სტრატეგიულად დაგეგმო შემდეგი ნაბიჯები. ყოველთვის ვეუბნები, რომ რისი გამოყენება შეგიძლია მარცხიდან. რა შეგიძლია გამოიყენო. იმიტომ რომ მომხმარებლები ვართ ადამიანები, ხო? აი ეს კონსიუმერის ფსიქიკა, რა შეგიძლია გამოიყენო აქედან და ბევრი რამ შეიძლება გამოვიყენოთ. პირველი ის რომ მივხვდი რატომ მოხდა მარცხი. და პირველი ის რომ სადღაც ავურიე, ან საკუთარ თავს ვუღალატე, იმ გადაწყვეტილებაში რაც მქონდა მიღებული, ან ეს იყო ღვთისგან შესაძლებლობა რომ დავეზღვიე მძიმე ტრავმებისაგან. გარკვეული ასპარეზობის პერიოდში. არის განსაკუთრებით სპორტის გუნდური სახეობები, როდესაც შესაძლოა მწვრთნელმა გადაწყვიტოს, რომ ესა თუ სპორტსმენი იმ სეზონში საერთოდ არ ათამაშოს. ეს სპორტსმენისთვის არის მარცხი. ერთის მხრივ. თუმცა ყოველთვის ვამბობ მინდორზეც, პარკეტზეც, ტატამზეც, ნებისმიერ აი სპორტის სახეობის მიხედვით ზუსტად იმდენ წამს გაატარებს ადამიანი, რამდენიც მისთვის იქნება უსაფრთხო. ამიტომ ნებისმიერი მარცხი შესაძლოა იყოს ღმერთისგან გამოწვდილი ხელი, რომ დაგეხმაროს, როგორც ემოციურად. ემოციური მარცხი გვზრდის, მარცხის გარეშე ჩვენი სრულყოფილებისაკენ სწრაფვა უბრალოდ შეუძლებელი იქნება. ამიტომ მარცხი არის ღვთისგან გამოწვდილი ხელი, დაგაფიქროს, შეგასვენოს, დაგასვენოს, მოგიაროს და უფრო მეტი ზრუნვით გადადგა შემდეგი ნაბიჯები. ძალიან საინტერესოა. და ემოციებთან როგორ მუშაობ? იმიტომ რომ ემოციებს უკავია უდიდესი ადგილი შიდა ბრძოლის პროცესში. ყველაზე მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური საკუთარ თავთან დამოკიდებულება, საკუთარ თავთან
ჭიდილი სწორედ ხან დანაშაულის გრძნობას, ხან ბრაზის სირცხვილის განცდა ახსენე, შიში, სირცხვილი, დანაშაული ეს ყველაზე მთავარი ემოციებია, რომელიც ადამიანს ხელს უშლის, ყველაზე დიდ ბარიერს უკეთებს წინსვლისთვის და ამაზე როგორ მუშაობ? ყველაზე ცნობილი კონსტრუქტი და ყველაზე ფართოდ გავრცელებული კონსტრუქტი ეს არის წარსულს, აწმყოსა და მომავლის მიმართულებით გამიჯვნა. გამიჯვნას ვახდენთ ზუსტად ემოციების იდენტიფიცირებით. და ყველაზე ესეთი როგორ გითხრათ უნივერსალური კონცეფციაა, რომ ყველაზე ცნობილი თუ ადამიანს ეუფლება თუნდაც დანაშაულის განცდა, თუნდაც სირცხვილი, თუნდაც ბრაზი და წყენა, ის არ არის კავშირში აწმყოსთან. შეუძლებელია აქ და ახლა მდგომარეობაში თუ შენ არ გაგექცან ფიქრი ან მოგონება ან ემოცია წარსულში, რომელიმე ზემოთხსენებული განიცადო. ხოლო თუ განიცდი ძლიერ შფოთვას და შიშს, ესე იგი შენ აწმყოსთან დაკარგე კავშირი და გადახვედი მომავალში. სპორტში არაფერი ისე არ გვეხმარება, როგორც ფოკუსი აწმყოზე და ჩემი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მცირე ხანი მოასწრო ეცხოვრა ეს კოუბ ბრაიანტი, ის ამბობს, რომ თუ თამაშის დროს ან ფიქრი გამექცა გამარჯვებას, ან გამახსენდა მარცხის შიში, მე აღარაფერი აღარ ვრჩები. აღარაფერი აღარ ვრჩები. შესაბამისად, ნებისმიერი თუნდაც გამოტოვებული პასი, გამოტოვებული ბურთი, გამოტოვებული მანევრი იმ წამსვე თუ არ დაივიწყა სპორტსმენმა, ის ათრევს ამ დანაშაულის განცდას მთელი 90 წუთის განმავლობაში. ამიტომ ყველაზე მეტად ემოციების კონტროლში გვეხმარება ეს იდენტიფიცირება, რომ რა ემოციას გვსნობა ახლა. და მუდმივი 24 საათი ძილშიც კი რაღაც მომენტში უნდა გვახსოვდეს თუ რასაკვირველია ისეთი ღრმაძილის ფაზაში არ ვართ, რა ემოცია არის დომინანტური. იმიტომ რომ ადამიანები ვართ ჩვევების ქმნილებები. ერთის მხრივ ჩვენ ვქმნით ჩვევას. თუმცა იმდენად ვაბატონებთ ჩვენსავე შექმნილ ჩვევას, რომ შემდეგ ჩვენ ვხდებით საკუთარი ჩვევების მონები. და თუ ადამიანმა აქცია ჩვევად მუდმივად მის არასწორ გადაწყვეტილებებზე ფიქრი, ეს იმას ნიშნავს, რომ მუდმივად ის არის წარსულში, არ არის მომავალზე ორიენტირებული. და ამ მონიტორინგით ჩვენ არა მხოლოდ სპორტში, არამედ ყოველდღიურ ყოფიერებაში მას ვახსენებთ, რომ ეს იცოდეს. გაექცა შფოთვა, ესე იგი გადაიგვიდა ზედმეტად მომავალში, გაექცა ბრაზი, წყენა, დანაშაული, უსამართლობა და დამსხვერპლის როლი. ესე იგი გადაინაცვლა წარსულში და ჩვევად უნდა ვაქციო, ეგრეთ წოდებული mindfulness-ის პრაქტიკებით, რომ დააკვირდის სუნთქვას, იგრძენის სხეული. ჩემმა უსაყვარლესმა მასწავლებელმა მადიტამ იცოდა პირველ ტრენინგზე ჩაატარა, რომ ჯგუფური სემინარების დროს ამ გვეკითხებოდა ვთხოვა, რომ საკუთარ თავს კითხეთ, ანა აქ ხარ? და იმდენ რაღაცნაირად ჟღერდა ეს ცოტა. როგორ გითხრა, ზედაპირულად და არა გულწრფელად, ახლა საკუთარ თავს რო ვეკითხები. ანა აქ ხარ? რაღაც ეს თამაშის პრინციპი იყო. მე რომ დავაკვირდი ადამიანები ძირითად დროს აქ არ ვატარებთ. და ჩემი უდიდესი რეკომენდაცია ყველა ჩემს კლიენტს, პაციენტს, სპორტსმენს, ნებისმიერ ადამიანს ვურჩევ, რომ უფრო მეტად რომ დაუახლოვდნენ აწმყოს აუცილებლად გაეცნონ და არაერთხელ წაიკითხონ ეკჰარტ ტოლეს ქმნილება, ერთ-ერთი კაცობრიობის უდიდესი ქმნილება, ეს არის წიგნი აწმყოს ძალა. აწმყოში არის ცხოვრება, არ წარსული ყოფილა იმ სიმულაციაში, სადაც ჩვენ ვართ, არც მომავალი არსებობს, იმიტომ რომ მომავალიც არის აწმყო, ერთ წამში ჩვენ უკვე ვართ იმ მომავალში, რამდენიმე წამის წინ რო იყო მომავალი, ხო? ანუ აწმყოში ვართ უკვე. ამიტომ ფიქსირება აწმყოზე, ემოციების მუდმივი მონიტორინგი და კონტროლი და ჩაწერა დღის განმავლობაში, რომელი არის ჩემი დომინანტური ემოცია. წამყვანი. კი. ძალიან მნიშვნელოვანია. ანა, აქამდე ჩვენ ვისაუბრეთ პიროვნების დამოკიდებულებაზე საკუთარი თავის მიმართ და ცოტა განსხვავებულია და ძალიან საინტერესოა გუნდის თემა, როცა გუნდი არის და უნდა იყოს ერთი მთლიანი ორგანიზმი და იქ თუ შიგნიდან პატარა რაღაც მთლიანობა ირღვევა, მერე ჩამოშლა ხდება მთელი სისტემის. და როგორ მუშაობ ამ პროცესზე, როდესაც გუნდი უნდა იყოს ერთი მთლიანი და იქ რომელიმე თუ დაკარგა ძალა და რღვევა წავიდა შიგნიდან, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს მთლიანი სისტემის დაშლა, ამ დროს
როგორ აერთიანებ, როგორ დაუბრუნდნენ, გადართვა როგორ გააკეთონ ადამიანებმა თავის შიგნით, რომ იმ ძალაზე დაჯდნენ, იმ თავარი ძალის წყაროზე დასხდნენ, რომელიც არის მათი გამთლიანების და თავარი წარმატების შესაძლებლობა. ურთულესი საკითხია სპორტში, გუნდურ სპორტში შეინარჩუნო გუნდურობა. თუ ადამიანი ეგოისტი არსება, მუდმივად ცდილობს მოახდინოს მისი შესაძლებლობების დემონსტრება თან სპორტში, როდესაც გვასწავლიან, რომ ეს სახეობა დგას თავიდან ბოლომდე კონკურენციაზე. თუმცა ყოველთვის ჩემებს ყველაზე მნიშვნელოვანს, რასაც ვასწავლი, ეს არის მათი უნიკალობის პატივისცემა და აღიარება. და სპორტის გუნდურ სახეობაში თავგანწირული ბრძოლისათვის წამახალისებელი ყველაზე მნიშვნელოვანი აქტი ეს არის მისიის გაცნობიერება. ერთად რისთვის ვიბრძვით. რამდენიმე კვირის წინ მქონდა ასევე არაჩვეულებრივ ჩემს ერთ-ერთ ძალიან ძვირფას გუნდთან მუშაობის პატივი და იქ იყო საოცარი რამ ერთ-ერთმა სპორტსმენმა თქვა, რომ დავსვი შეკითხვა. რომ შეგეძლოს აქედან გადაარჩინოთ ერთმანეთი. რომლისთვის შეგიძლია იბრძო. ყველა მიცის ვის რა ფინანსური სიდუხჭირე აქვს. ან გარკვეულწილად გამოწვევები, რომ თუნდაც ჯანმრთელობის პრობლემასთან დაკავშირებული, თუნდაც ოჯახური ტრაგედიები და დრამები. და რომ შეგეძლოთ რომელს გადაარჩენდით თქვენი გუნდიდან. ანუ გუნდიდან ერთი უნდა აერჩიათ, რა საინტერესოა. გუნდიდან ერთის გადარჩენა და თამაშის მომენტში ამ ერთის გადარჩენის შესაძლებლობა რო ქონოდათ და საოცარი რამ გავიხსენეთ ის თუ ვინ გადაურჩინა თუ ყოფილა პრეცედენტი გუნდში რომ რომელიმე მათგანმა ვიღაცა სიცოცხლე გადაარჩინა და გავიხსენეთ ეს ხშირად ვიყენებ ამ სისტემას რომ ვახსენებიებ და ასევე ვიზუალიზაციის დახმარებით ვავარჯიშებ იმაზე რომ შენ რო შეგეძლოს ერთი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა და გადაარჩინა მისი სიცოცხლე. შემდეგ როგორ იღებ მადლია შეიძლება ვერც ვერავინ გაიგოს რომ გადაარჩინე, მაგრამ შენ იცი და შენ გახსოვს რომ ის ადამიანი იმ ღრმა დინებიდან რო ამოიყვანე და ნაპირზე რო აგდია გონწასული და არც იცის ვინ ან ისიც არ იცის რომ ის კვდებოდა და გადაარჩინეს. ხო შენ რას იგრძნობ ამ დროს? აი ზუსტად ეს პრინციპი რომ ყველა ერთისათვის უნდა მუშაობდეს იმ მომენტში და ასევე გუნდურ შემთხვევაში რაზე ვამუშავებ ხოლმე იცი რომ ვქმნით იგივე ორგანიზაციულ ნაწილში პირველი რასაც ვაკეთებთ ვქმნით პროტოტიპს. შენი ორგანიზაცია ახლა რო იყოს ადამიანი აღწერე როგორი იქნებოდა და ის ყველაფერს ხედავს, ყველაფერი ესმის. შეუძლებელია შენ გუნდური სპორტის სახეობაში და ორგანიზაციულ კულტურაში არ იბრძოდე თავგანწირვით ორგანიზაციისთვის. არ იბრძოდე თავგანწირვით გუნდისთვის და შენ არ დაგიფასდეს. და ეს ისევ სინდისთან დაახლოება ხდება იცი გუნდურობაც რა არის შენ უნდა გაიხსენო სინდისი არ უნდა დაგავიწყდეს იმიტომ რომ ადამიანურმა მანკიერებამ ყოველთვის შეიძლება გიბიძგოს საკუთარი უპირატესობის დემონსტრირებისთვის და ჩვენ გვყავს გენიალური სპორტსმენები არაჩვეულებრივი მათ შორის სპორტის გუნდურ სახეობაში როგორ შეუძლიათ უარი თქვან პირად სარგებელზე და ყველაფერზე წინ დააყენონ გუნდის ინტერესი. მე ასეთ ადამიანებს ვიცნობ და ვამაყობ მათი არსებობით. ზუსტად ეს არის გუნდური თამაშის წესები ნიშნავს უფრო მეტ სიახლოვეს სინდისთან, რომ არ გაგექცეს ეგო. და შესაძლოა კი უდიდესი გამარჯვება მოიტანო დღეს გუნდისთვის, მაგრამ გუნდი დაშალო ნაწილებად. და ამის გამთლიანება ვეღარ მოხდეს. ამიტომ თავარი არის დიადი მიზანი, მისია და სინდისი. საერთოდ ისე ძალიან საინტერესოა, რომ მე არ შემიძლია სულიერების გარეშე. მე ვერ ვხედავ საზრის ვერაფერში სულიერების გარეშე. იმიტომ რომ თუ ერთი გზა, რომელსაც შენ პიროვნულ განვითარებას ეძახი, გაშორებს მეორე გზასთან, რომელიც არის სულიერი განვითარება, ესე იგი რაღაც არასწორ გზაზე ხარ და კასტანედა რო ამბობს ამ გზას, ესე იგი გული არა აქვს. და სულიერება სადაც ჩართავს, სადაც სინდისს გაიხსენებ, სადაც მორალს, ხანდახან მორალი გვეხმარება. შენ თუ სინდისის ხმა დაგავიც და მორალი შეიძლება აღმოჩნდეს ის მხსნელი, რომელიც ხელს გამოგიწვდის და წამოგაყენებს, რომ შენ სინდისის ხმა გაგახსენოს და ყველაფერი მაინც სულიერებასთან მიდის. და ადამიანს უნდა ახსოვდეს, რომ ის შეიქმნა ღვთის ხატად და მსგავსად და მასში არის ყველა ემოცია, ყველა ფეიერვერკი, ყველაფერი, ყველა კითხვაზე პასუხი მასშია. მან კი არ უნდა ისწავლოს, ის იხსენებს სინამდვილეში იმას, რაც დაავიწყდა. და ზუსტად ეს პროცესია, იგივე კოუჩინგის დახმარებაც, ხო, შენ უნდა გაიხსენო ვინ ხარ. შენ არაფერი არ გჭირდება, როდესაც უდიდესი მოქანდაკე აიღებს უზარმაზარ ლოდს. ის არაფერს არ ამატებს, ამ ლოდს მხოლოდ ზედმეტებს აცლის. იმ ზედმეტს, რომელიც ხელს გიშლის დაინახო, ის ვინ ხარ სინამდვილეში.
და შესაბამისად ადამიანს არაფრის სწავლა არ ეს რასაკვირველი ალეგორიულად მან მთავარია გაიხსენოს ვინ არის. ვიცის კი, შიგნიდან. და ზუსტად ასევეა, როგორც გუნდზე ისაუბრე ახლა შენ, ასევე არის პიროვნების შიგნითაც. ამ შემთხვევაში გუნდი ხო არის ერთი მთლიანი ცოცხალი ორგანიზმი. როდესაც შიგნით კონფლიქტია, მაშინ ირღვევა სისტემა. ზუსტად ასევე არის პიროვნების ნაწილშიც, ხო, როცა შენი ერთი ნაწილი მეორესთან კონფლიქტშია, ამ დროს მთლიანობა ირღვევა და შედეგი არის მიუღწეველი. და ეს არის გასაცნობიერებელი გუნდის ნაწილშიც, რომ რა აერთიანებს მათ. რა არის ის მთავარი, რაც მათ აერთიანებს და რამ შეიძლება აქ გამოიწვიოს ბზარი და ამაზე ცნობიერად შეეძლოს თითოეულ წევრს მუშაობა და გაცნობიერება, იმიტომ რომ სამწუხაროდ ქვეყანაც ესეა, ჩვენ ქვეყანას დღეს ეს უბედურება სჭირს, რომ შინაგანი კონფლიქტი აქვს საკუთარებად თავთან. საკუთარ თავთან აქვს შინაგანი კონფლიქტი, მისი ერთი ნაწილი ვერ იღებს მის მეორე ნაწილს და წარმოუდგენელია, ეხლა სხვა მხრივ გადავედი, მაგრამ ტკივნეული თემაა ეს ყველასთვის და სწორედ ასევეა პიროვნების შიგნითაც, სწორედ ასევეა სპორტული გუნდის შიგნითაც, როცა მისი ერთი ნაწილი მეორე ნაწილთან არ არის თავსებადობაში და მიუღებლობა აქვს და შინაგანი კონფლიქტია არის დიდი ნაპრალი შიგნით და სანამ ეს ნაპრალი არ ამოივსება და არ გაერთიანდება და არ გამთლიანდება, მანამ წარმოუდგენელია იმ შინაგანი ძალის პოვნა, რაც მთავარ წარმატებას მოუტანს ყველას ერთად. კი, ნამდვილად ასეა. ძალიან რთულია, დანაწევრებული აღდგენას კიდევ უფრო მეტი ძალისხმევა სჭირდება. და ბზარი არ უნდა მივიყვანოთ უბსკრულამდე, ეგ არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ ყოველთვის გვაქვს შესაძლებლობა გვაქვს და რა არის ძალიან მნიშვნელოვანი, იცი, გადაწყვეტილება. აი, გადაწყვეტილებას ისევ ცხოვრობთ ხშირად. არ ვიღებთ გადაწყვეტილებებს. ნეყვებით დინებას, ხო? ინერციას მივყვებით. შესაძლოა, ხან ყოველთვის არ იყოს საჭირო დინების საწინააღმდეგო ცურვა და ხანდახან პირიქით, გაცილებით უფრო სწორი და პროდუქტიული არის დინების მიმართულებით სვლა, მაგრამ აი გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ჩვენს ავტომატიზაციას. ჩვევები ვახსენეთ და აი ამ პროცესში ჩვენ გადაწყვეტილებებს არ ვიღებთ და ეს არის შემზარავი. როცა ღმერთმა მოგცა და გიბოძა ნება, თავისუფალი. გადაწყვეტილების მიღების ცნობიერს. კი, ჩვენ აბსოლუტურად ღრმა წილში ვართ. ზუსტად. და ვირჩევთ, ნახე, ვირჩევთ, რომ ისევ გვეძინოს. ანუ გაცნობიერებული გადაწყვეტილება პირველ რიგში ნიშნავს მენტალურ სიმწიფეს. სანამ ისე ცხოვრობს ადამიანი, რომ სხვა წყვეტს მის ნაცვლად სად დაისვენებს. სხვა წყვეტს მის ნაცვლად რომელ პროფესიას დაეუფლება. სხვა წყვეტს მის ნაცვლად რომელ გუნდთან დადებს კონტრაქტს. და შინაგან ხმასთან არავინ თავს ნებას რომ მივიდეს და მიუახლოვდეს, ეს არის ტრაგედია. კოუჩინგი სწორედ ამ პროცესზე მუშაობს, რომ ადამიანმა შეძლოს ცნობიერი არჩევანის გაკეთება. ცნობიერების კუნთი სამუშაოება არის, ისევე როგორც სპორტსმენს სჭირდება ფიზიკურად კუნთებზე ვარჯიში, ასევე ჭირდება ადამიანს ცნობიერების კუნთი სამუშაოება იმისათვის, რომ მან სწორი გადაწყვეტილებები მიიღოს, თავის თავს მოусმინოს, თავის თავს დააკვირდეს, დამკვირვებელიც იყოს და შეიძლება ესეთ განვიხილოთ, რომ თვითონ იყოს მწვრთნელიც, თვითონ იყოს მოთამაშეც და თვითონ იყოს მაყურებელიც თავისი თავის და ამ შემთხვევაში გამოვა ისე, რომ თავარი სიბრძნე შეიძლება ამოიღოს საკუთარი თავის შიგნიდან ადამიანმა, როცა ყველა რაკურსით შეიძლება საკუთარი თავის დანახვა. და მთავარი წესები შიგნიდან იბადება ამ დროს, როცა ადამიანი ცნობიერ გადაწყვეტილებებს იღებს და არ ხდება ვიღაცის მოტანილი წესების მონა. თვითონ ბადებს იმ მთავარ წესს, რომ ერთობა უნდა იყოს, ამას შიგნიდან გკარნახობს მერე. სიბრძნე შინაგანი, როცა ცნობიერად ცხოვრობ, რომ ეს ერთობა აუცილებელია და კონკურენცია აქ დამანგრეველია და ვერავინ ვეღარ იმარჯვებს ასეთი კონკურენციის შემთხვევაში, როცა ერთობა არის.
ზუსტად და ისიც ძალიან მნიშვნელოვანია რაღაცა დღითი დღე მათ შორის მომრავლდა პროფესიები, რომელზეც ბუნებრივია გაიზარდა მოთხოვნა და მოთხოვნის ზრდა ბადებს უკვე ახალ თაობას სხვადასხვა პროფესიაში და ხშირად აქვთ ხოლმე განცდა მათ შორის დამწყებ კოუჩებს, დამწყებ ფსიქოლოგებს, რომ აი ჩემთან ვინ მოვა მაშინ, როდესაც ვიღაცა უკვე 25 წელი არსებობს და აი როგორ ყოველთვის ჩემს სტუდენტებსაც, ჩემს კლიენტებსაც, პაციენტებსაც ესე უდიდესი სიყვარულით ვეუბნები მნიშვნელოვან საკითხს, რომ შეუძლებელია ჩემთან მოვიდეს ის, ვინც უნდა მოსულიყო შენთან. ზუსტად ასე. შეუძლებელია, ამისი არასოდეს არ უნდა შეეშინდეთ, იმიტომ რომ ზუსტად მაშინ, რომ დაიწყო ადამიანმა კოუჩინგის სწავლა პირობითად გაჩნდა რომელიღაც ადამიანში ძლიერი სურვილი და ელოდება ეს უნდა დაინახონ როგორც მისია. არავითარ მე როგორ მახსოვს ჩემ პირველი სესია რო ჩავატარე ურთულესი იყო, ურთულესი ჩემს ცხოვრებაში ესეთი გამოცდილება არ მქონია, იმიტომ რომ ადამიანის სულს ეხები და ძალიან რთული გვერდია. თუმცა მე შემიძლია ის თქვა, რომ პირველი და ყველაზე მთავარი რასაც კოუჩინგიც გვასწავლის, ეს არის ეკოლოგიურობა. არ გაბედო ვინმეს დაზიანება. ზუსტად. და ვერც დააზიანებ თუ იმ წესებს იცი. რასაკვირველია. აი ეს შიგნიდან უნდა გქონდეს სწრაფვა და ძალიან მნიშვნელოვანი ყველას, ვინც მათ შორის სპორტის ფსიქოლოგიას ეუფლება. არ შეეშინდეთ, იმიტომ რომ დაიბადებიან თაობები და ახლაც არსებობენ ადამიანები, რომლებიც მხოლოდ მაშინ მივლენ სპორტის ფსიქოლოგთან, როდესაც ის გადადგამს bis პირველ ნაბიჯს. და კონკურენცია არ არსებობს, ვერ არსებობს. აი ხშირად ეს რაღაცა მათ შორის ჩვენ სფეროშენს კარგად იცი, რომ არის რაღაცა დაუძინებელი მტრობა და ეს ხალხო შემზარავია, როცა ამ სამყაროში რესურსი არის ყველასთვის და ულევი რესურსი არის. გაუქმებული ვარ, გამომდინარე, მიუხედავად იმისა, როდესაც ეს დარგი არის ადამიანის სულს ემსახურება, შენ ვერაფრით მოემსახურები სხვის სულს. თუ შენ სულში არის შიში ვინმე მათგილი არ წაგართოს. ზუსტად. ეს არის ასწაული უბრალოდ, რასაც ვაწყდები ყოველდღიურად და ახალ ბავშვებს, არაჩვეულებრივი ჩემი გვანცა უნდა ვახსენო, შენთან ახლა დაეუფლა კოუჩინგს და არის აღფრთოვანებული და მინდა გზა დავულოცო ყველა იმ ადამიანს, ვინც ეუფლება პროფესიას, არ აქვს მნიშვნელობას იქნება კოუჩინგი, ფსიქოლოგია, მედიცინა, ვინც ეუფლება ისეთ პროცესს და პროფესიას, რომელმაც მას უნდა გაუმარტივოს ადამიანების დახმარება. თორე ვიღაც შეიძლება ამ წუთში არის მეწახე და თვითონაც არ იცის რამდენ ადამიანს ეხმარება. არა მხოლოდ იმით, რასაც აკეთებს, მისი არსებობით. ხო? მისი სიტყვით დილით რო ვიღაც გამბველს რაღაც სიტყვას ეტყვის. ის შეიძლება ჩემზე მეტად დაეხმაროს ადამიანს. თუმცა აი ძალიან მომინდა ამის გაზიარება ახლა, რომ შეუძლებელია კონკურენციის არსებობა. მე ამას ვასწავლი ჩემ სპორტსმენებსაც და ძალიან რთულია წარმოიდგინეს სისტემიდან უნდა გამოიყვანო. მას ხო დაბადებიდან დააჭერეს კონკურენცია და ყველაფერს ქულები განსაზღვრავს, ეს არ არის სწორი სისტემა. შენი სისტემა არის ის, რომ ილიას დღეს რაც აქვს. ყველაფერი უნდა დადოს ვაბანკზე, იმისთვის, რომ მისი გასაკეთებელი გააკეთოს. შესაბამისად ანას რაც აქვს დღეს, რესურს გულისხმობს ხათია. და არა იმიტომ, რომ ეს ქულებით ვიღაცაზე უპირა, არა. ნამდვილი ჩემპიონები სპორტში არიან ისინი. ვისაც შეუძლია გაიღოს ყველაფერი იმისთვის, რომ საკუთარი რესურსები ბოლომდე მოიხმაროს. როგორ დაიწყოს ადამიანმა ცხოვრება ყოველდღიურად ჩემპიონივით? საოცარი რამ არის პირველი გადაწყვეტილება და მე ძალიან მიყვარს ამ ხრივ კოგნიტური მეცნიერება. თავისთვის სჭირდება ოპერატიულ სისტემას სჭირდება მოვლენების დახარისხება. ამ დახარისხებისთვის რა უნდა გავაკეთოთ? მე თუ ახლა გადაშელი მაქვს სახელმწიფო, სადაც მარცხენა გვერდზე იწყება პირველი თავი და მარჯვენა გვერდზე იწყება მეორე თავი და დავალებად მაქვს ამ სახელმწიფოდან ვისწავლო პირველი და მეორე თავი, მე პირველი თავის კითხვას რო დავასრულებ, იმიტომ რომ იმავე გვერდზეა, არ უნდა დავტოვო წიგნი გადაშლილი. ინსტინქტურად უნდა დავხურო, იმიტომ რომ ოპერატიულმა სისტემამ ეს პროცესი დაასრულოს პირველ თავზე ფიქრის და მობილიზების გავხსნა თავიდან და დავიწყო მეორე თავის კითხვა. გამარჯვება და ჩემპიონობა დილით იწყება პირველ რიგში გაცნობიერებული გაღვიძებით. ეს არ უნდა იყოს ავტომატური გაღვიძება და გაცნობიერებული გაღვიძება იწყება მადლიერებით, რომ მე კიდევ
თავიდან მომეცა სიცოცხლის დაწყების შესაძლებლობა. ეს რაც ხდება წამოდგომამდე, ხოლო ამ ლოგიკით პირველი გამარჯვება არის საწოლის გასწორება. უცნაური საკითხია, მაგრამ პირველად იმარჯვებ განურჩევლად სქესისა, ასაკისა და რასისა და რელიგიური მწამსისა, შენ რო იხდი მადლობას გათენებული დღისთვის და საწოლს რომ ასწორებ. ანუ მცირე აქტებშია ჩემპიონობა. ჩვენ მგონია რომ ჩემპიონი რო გავხდე რაღაცა მასშტაბური და გავაკეთო ყოველდღე, არა. დადებული პირობები შეასრულე და ფრთხილად დადე პირობები. რასაც შეპირდები საკუთარ თავს, რომ დღეს მაგალითად ნინოს აუცილებლად ნახავ, აუცილებლად ნახე იმ დღეს ნინო. და დაოსებს აქვს საოცარი რამ, რომ თუ შენ ისე გადის შენი ერთი დღე რომ სიკეთე ვერ გააკეთე, ბოროტება არ გააკეთო. ბოროტება ვის წინაშე? პირველ რიგში საკუთარი თავის წინაშე. კი ბატონო. ძალიან საინტერესო ანა, უღრმესი მადლობა და რას გაატანდი, რა ერთ მესიჯს გაატანდი ადამიანებს, რომლებსაც ამ წუთში არ სჯერათ საკუთარი თავის და ჯერ ის ნაბიჯი არ გადაუდგიათ საკუთარ თავთან ჩემპიონობის ნაწილში. ალბათ ყველაზე მნიშვნელოვან გზავნილს, რასაც გავუზიარებ, არის ის, რომ მათ საგვარეულო სისტემაში იყვნენ ასობით ისეთი ადამიანები, ვინც დანებდა. დანებდა საკუთარ შესაძლებლობებში დაურწმუნებლობას და მისი ყოველი თამამად გადადგმული ნაბიჯი ცვლის წარსულს, ცვლის იმ ადამიანების ისტორიას, ვინც დანებდა და მის ნაბიჯებთან ერთად თავიდან იბადება ყველა მისი ის წინაპარი, რომელსაც მოუწია დანებება. ამიტომ წარსული საწყოსა და მომავლის განსაკურნებლად მისი შთამომავლობის გადასარჩენად. მან უნდა გადადგას ნაბიჯი, რომელსაც აქვს გული. რომელ ნაბიჯს აქვს გული? იმ ნაბიჯს, რომელიც ტაძრამდე მიგიყვანს. და პირველ რიგში ტაძარი უნდა იყოს ჩვენი ფიქრები. რაზე ფიქრობ, რას უსურვებ სხვას. რა შეგიძლია გულუხვად, რაში შეგიძლია დაეხმარო ადამიანს. შენ თუ გინდა იყო გამარჯვებული, სხვას უნდა დაეხმარო გამარჯვებაში. ასე მუშაობს სამყაროს კანონზომიერებები, მაგრამ მინდა ვთხოვო ყველას, რომ ზუსტად იმ დანებებული წინაპრების ნაცვლად გადადგა ნაბიჯები. და განკურნონ წარსული, აწმყო და მომავალი. უღრმესი მადლობა ანა, ძალიან საინტერესოდ ვიმოგზაურე შენთან ერთად, მეც და დარწმუნებული ვარ ჩვენ მსმენელმაც უდიდესი სიამოვნება მიიღო შენი მოსმენით. ძალიან დიდი მადლობა. დიდი მადლობა შენ. თუ მოგეწონათ ჩვენი პოდკასტი, დაალაიქეთ, გამოიწერეთ ჩვენი პოდკასტი და გაუზიარეთ მეგობრებს. ასევე მოგწერეთ მესიჯებში, რა თემებზე გინდათ ვისაუბროთ შემდეგ ნაწილში. მადლობა.